ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში, ყრილობის გადაწყვეტილებით ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. უკვე მეორედ პარტია ქართული ოცნება ირაკლი კობახიძემ ჩაიბარა. თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და დელეგატების სრული მხარდაჭერაც დაიმსახურა. ახალმა თავმჯდომარემ სიტყვა მადლობით დაიწყო და მხარდამჭერებთან ერთად მადლობა პარტიის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მის წინამორბედს ირაკლი ღარიბაშვილსაც გადაუხადა. ამის შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ განვლილი 13 წელი შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სამყარო დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე. ხედავთ, როგორც ცდილობენ გავლენიანი ძალები სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი. ხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას. ხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღსარებლობებს. ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველოს აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის. ქართული ოცნება ახალ თავმჯდომარესთან ერთად მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მოკლევადიან გეგმებთან ერთად ირაკლი კობახიძემ გრძელვადიან მიზნებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება პარტიის უცვლელ მიზნად რჩება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი საარჩევნო კამპანია. ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი თქმით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს კაფეო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო გამტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშორებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასასწინო თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. მეორე მხრივ გამთლიანებაში ჩვენ გულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. მეცხრე ყრილობის ფარგლებში დამტკიცდა პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობაც. 15 წევრიან საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს: ნინო წილოსანი და სულხან თამაზაშვილი. თანამდებობრივად საბჭოს წევრია პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ასევე თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე, ჩვენი პირველი კანდიდატია, რა თქმა უნდა, ბატონი კახა კალაძე, პარტიის გენერალური მდივანი, ბატონი შალვა ბაბუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი მამუკა მდინარაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ხალბატონი თეა წულუკიანი, ასევე ჩვენი გუნდის დაშიანი ლიდერი. იმართება იმ პარტიის მეცხრე ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის
ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარეძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუგზევადი განვითარების ურყევი საფუძველია. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარე თანაგუნდელებთან ერთად გაცხადებულ მიზნისკენ სწრაფვას გააგრძელებს. ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი, უპატიოსნესი, ძალიან ბევრი აკაკეტებული პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე, წინ გველოდება მნიშვნელოვანი არჩევნები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით და თანადგომით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ. ირაკლი ობახიც არის ადამიანი, რომელიც არის ავანგარდში ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმ ბრძოლის, რასაც ქვია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი სამშობლოს სამსახურში ერთგულად ყოფი ადამიანი. ირაკლი კობახიძემ მედიასთან რიგით მეცხრე ყრილობა შეაჯამა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების პირობა კიდევ ერთხელ დადო. დიპასუხისმგებლობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის მიერ დასახულ მიზნებს ერთად მივახციოთ. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი პარტიის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მართველი პარტია ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობითა და განახლებული პოლიტსაბჭოს წევრებით დასახული მიზნების მიღწევას აანონსებს. პირველი მიზანი კი ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებაა.